საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით, კონსუმენტ პიკის საათი სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარია ბაქარ ბერეკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ანალიტიკოსი. ჩვენ დღეს შევეხებით არამდენად პოსტკონსტიტუციურ პროცესს, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქართულ შიდა პოლიტიკაში. ბაქარ, გამარჯობა, მადლობა მოსვლისთვის. მოგესალმებით, მადლობთ. საღამოს პიკის საათი. აქ არ არსებობს ტაბუ და აკრძალული საკითხები. საღამოს პიკის საათი. უსმინე, ჩაერთე, ელაპარაკე, იკამათე. ცოცხალის საუბარი, ცოცხალ თემებზე. საღამოს პიკის საათი. ყოველდღე 6-ის 10 წუთზე. შაბათ-კვირის გარდა. საზოგადოებრივი რადიო FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი. 249-192-249-292 ჩვენი ნომრებია. რადიო 1.G ჩვენი ინტერნეტ მისამართია. ამ მისამართზე თქვენ უყურებთ და უსმენთ პიკის საათს, პირდაპირ ეთერსაც და ჩანაწერსაც. ხოლო თუ ახლა რადიო 1 უსმენთ პიკის საათს, ამას აკეთებთ სიხშირეზე FM 102.4. კიდევ ერთხელ ჩვენი ნომრები 249-192-249-292. ზარი უფასოა ქალაქის ტელეფონიდან. ბაქარ ბერეკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ანალიტიკოსი გახლავთ ჩვენი სტუმარი და როგორც გითხარით, ვილაპარაკებთ პოსტკონსტიტუციურ პროცესზე, ეს რო დამაბნეველად არ ჟღერდეს, ვილაპარაკებთ იმ შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა კონსტიტუციის ახალი პროექტის, ფაქტობრივად ახალი კონსტიტუციის ორი მოსმენის გავლის შემდეგ. მე არ ვიტყვი მიღების, ის მიღებული ჯერ არ არის. მიღება სჭირდება მესამე მოსმენა და უცებ აი მეორე და მესამე მოსმენას შორის და მესამე მოსმენა უნდა იყოს საშემოდგომო სესიაზე, ახლა ვერ იქნება, ვერც საგანგებოზე ვერ იქნება. წარმოიშვა ან არ წარმოიშვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წარმოიშვა ლაპარაკი ალბათობაზე, რომ შეიძლება ამ კონსტიტუციაში რაღაც შეიცვალოს. აქ საინტერესოა როგორც პოლიტიკური ასპექტის საკითხის, ისე იურიდიული ასპექტი გვეუბნება, რომ ვერაფერს ვერ შეიცვალა მესამე მოსმენაზე, შეიძლება მინიმუმ სარედაქციო ცვლილებები შევიდეს, მაგრამ არსებითი ცვლილებები კანონის ძალით ვერ შევა კონსტიტუციის პროექტში და სიმართლე გითხრათ, იმდენად არ დავკვირვები ვარ ამ პროცესს, ისე ღრმად არ დავკვირვები ვარ, რომ მე თვითონ გამეგო, მაშინ რა საფუძველია ამ ლაპარაკის წარმოშობას. რატომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იმაზე, რომ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ხელისუფლებამ გადაჭრა თავისი შეხედულებისამებრ ახალი კონსტიტუციის პროექტში, შეიძლება ისევ დაიძრას ხელახალი განხილვისა და ეგებს შეცვლისთვისაც. რამ წარმოშვა ეს დისკუსია? მადლობთ. პირველი ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ის რაც ხდება, ანუ ეს საუბრები, ასე ვთქვათ, დისკუსია საჯარო სივრცეში პოლიტიკურ და სამოქალაქო ელიტებს შორის, ხო? ეს კონსენსუსის მიღწევის თაობაზე ეს არის საპარლამენტო პოლიტიკისთვის დამახასიათებელი ერთგვარი რიტუალი, წარმომადგენლობით დემოკრატიის ერთგვარი ფორმალური ცერემონია, რომლის უკან ხშირად დგას რაღაც ცარიელი აღნიშნულები. ანუ რას გულისხმობ ამაში? გულისხმობ იმას, რომ გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს არის პოსტსაბჭოთა ტიპის, ესე იგი, აი უწოდებენ ხოლმე, ხო? გარდამავალ დემოკრატიას, ხო? და ამავდროულად საქართველოს არის სამხრეთული საზოგადოება, ჩვენში საერთოდ არ არსებობს იმის რესურსი, რომ რამე კონსენსუსი მიღწეული იქნას პოლიტიკურ ძალებს შორის. არსებობს ამის რესურსი, იმიტომ რომ ქართული პოლიტიკა არის უფრო ემოციური, ვიდრე რაციონალური ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ იმისათვის, რომ თვითონ კონსენსუსის იდეა არის ის, რომ პროცესში ჩართულ პოლიტიკურ აქტორებს აქვთ ძალაუფლება, იმისი ასე ვთქვათ, უფლებამოსილება, რაღაც ასე ვთქვათ, იმისი შესაძლებლობა, რომ დაბლოკონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ხო? ეს არის კონსენსუსის იდეა, მაგალითად თანამედროვე ევროპულ დემოკრატიებში, რომ გადაწყვეტილება რო იქნას მიღებული, ყველა ძლიერი მოთამაშე ამაზე აქტორი თანხდება, ხო? ჩვენ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ესე იგი, საქმე იმაშია, რომ ქართულ ოცნება შეუძლია, ესე იგი, კონსტიტუცია მიიღოს ყოველგვარი კონსენსუსის გარეშე, იმიტომ რომ ჩართულ აქტორებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება დაბლოკონ, ხო? კონსტიტუციური უმრავლესობით მიიღებენ კონსტიტუციას უპრობლემოდ, ხო? მაგრამ დღის წესრიგში დგას ეს
კონსენსუსის საკითხი, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა ქართული ოცნების იდეა არის, რომ თქვა იმისაც, რომ მაღალი სოციალური ლეგიტიმაცია ჰქონდეს კონსტიტუციას და შეთანხმებული იყოს სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტორებთან, ამიტომ ეს საკითხი დიდ წესებში დააყენა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ირაციონალური იყო ეს მიდგომა, იმიტომ რომ მე ვიმაჩნევ, რომ შეუძლებელი არის ამ ვითარებაში შეთანხმდეს ხელისუფლება და ოპოზიცია, იმისაც რომ კონსენსუსი იქნას მიღწეული, საჭირო არის კომპრომისი, ეს კომპრომისის იდეაც კარგად არ ესწმით. ასე ვთქვათ, პროცესში ჩართულ ხარებს, კომპრომისი არ გულისხმობს მარტო დათმობას ხელისუფლების მხრიდან, კომპრომისი გულისხმობს დათმობას ასევე რაღაცა, ხო, ორივე მხარიდან, ხო, ესეც არ ესმით. ამიტომ ეს არის რაღაც ინფინიტურ დაუსრულებელი მდგომარეობაში არის სიტუაცია, პროცესები, როდესაც შეუძლებელია რამე კონსენსუსი მიღწევა იქნას, იმიტომ რომ კონსენსუსის სურვილი ერთის მხრივ, ჩემი აზრით, მე ეს შაბეჭდილება მყოფებს, ხოლოდ ვარაუდია. არა აქვს ოპოზიციას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ხელისუფლება მაინც საუბრობს ამ კონსენსუსზე, იმიტომ რომ მას სურს რომ ეს ამ პროცესის ასე ვთქვათ, უფრო მეტი ლეგიტიმაცია მოახდინოს, ხო, აი ამბობს რომ თქვენ მე მინდა კონსენსუსი, მაგრამ ოპოზიციას არ უნდა და ეს შემდეგ. და ოპოზიცია მეორეს მხრივ ცდილობს რომ კონსენსუსის შესაძლებლობა მართლა არ გაჩნდეს, იმიტომ რომ ოპოზიციას აქვს პოლიტიკური მიზანი, რომ მოახდინოს პროცესის რაღაცა სტიგმატიზაცია და საერთაშორისო დონეზეც მარგინალიზაცია. მოკლედ ეს არის პოსტსაბჭოთა დემოკრატიული, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა დემოკრატიისთვის დამახასიათებელი რაღაცა რიტუალი, რა დროსაც იქ სადაც არ არსებობს გამოცდილება კონსენსუსის და კომპრომისული პოლიტიკის, იქ რთული არის საერთოდ ასეთ ტიპის, ასე ვთქვათ, რაიმე შეთანხმება მიღწეული. და ეგეთი გამოცდილებით დაიწყო საკონსტიტუციო პროცესი დამოუკიდებელ საქართველოში, დამოუკიდებელ აღდგენილ საქართველოში, გულისხმობ 95 წელს მიღებულ კონსტიტუციას, როდესაც 92 წლის პარლამენტის ვადის ამოწურვისას შეთანხმდნენ მრავალფეროვანსაც კი არ ვთქვი, ძალიან ჭრელი პოლიტიკური ძალები პარლამენტში და მიიღეს კონსტიტუციის ტექსტი ხელი აუწიეს. ბოლომდე არავის არ მოწონდა ეს ტექსტი, მაგრამ სწორედ ეგ მოხდა კომპრომისი, ყველამ რაღაცა დათმო თავის შეხედულებიდან და ასე მიიღეთ საქართველოს ეს კონსტიტუცია, რომელიც ფორმალურად ეხლა ძალაშია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შეიცვალა. მაგის მერე, ესე რომ თუ დემოკრატიაში შეიძლება მოეჭიდო ახლო წარსულის გამოცდილებას და ის გამოიყენო, არ ვიცი როგორ, ეგეთი ნიშანსვეტი წარსულში არის. ხო? მის მერე ეს აღარ ყოფილა, მის მერე ხელისუფლებას არასოდეს არ გაძნელებია კონსტიტუციის შეცვლა, თუნდაც ეს ყოფილიყო არა, ასე ვთქვათ, ერთპიროვნად, არამედ ოპოზიციასთან შეთანხმების გზით. ხა დიდი პრინციპული საკითხები იქ არ შეცვლა. გულისხმობ მაგრამ ახლა პრინციპული ცვლილებები არის შესული, ხო? თქვენ ამბობთ რიტუალს და რიტუალი არის ასე ქმედება, რომელში მონაწილე მხარე კარგად იციან მისი ფასი, ნამდვილი ფასი, ხო? მაგრამ ოპოზიციას არ უჭირავს თავი ისე, რომ თითქოს ეს რიტუალი იყოს მისთვის. მას სურს მიაღწიოს გარკვეული ნორმების ცვლილებას. და რიტუალი ისახავს მიზნად სტაბილობის შენარჩუნებას ხოლმე. აი ჩვენ გავითამაშეთ რომ ერთმანეთს ლაპარაკებით, რაღაცა ვითომ დავთმით, არ დავთმით და მე ყველაფერი დარჩა ძველებურად. მაგრამ თქვენ ახსენეთ ასე ერთ საინტერესო ცნებას ლეგიტიმაციას. მოდი შევხედოთ ვითარებას ასე, ამას მე არ უყურებ, ასე აყენებენ საკითხს. ოპოზიცია ამბობს, რომ უკლებლიოს ყველა პოლიტიკური პარტია არ არის იმ აზრზე, რაზეც არის ხელისუფლება. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს საკრიტიკო ახალი კონსტიტუციისადმი და ხელისუფლების პოზიციისადმი. რომ ხელისუფლება, ქართული ოცნება არის ერთი მარტო დარჩენილი კონსტიტუციის მიღებისას. მეორე მხრივ, ქართული ოცნება მარტო კი არა, მაგრამ მას აქვს ხმების უმრავლესობა და აქვს ლეგიტიმაცია. მესამე მხრივ, ხმების უმრავლესობა თუ პროპორციული არჩევნების შედეგს გავიხსენებთ, ხმების უმრავლესობა მას კი ბატონო მიიღო მაჟორიტარი დეპუტატების მეშვეობით, მაგრამ პროპორციული წესით მას ნახევარზე მეტი ხმა არ ქონია, ნაკლები ქონდა 40%-მდე მიიღო როგორც ვასოს. ხო? ასე რომ აი ამ ვითარებაში თუ კი ახალი კონსტიტუციის ლეგიტიმაციაზე მიდგება საქმე, ჩდება ბევრი კითხვის ნიშანი, რომელიც მინდა გადმოვამისამართო თქვენთან. თუ ოპოზიცია ელაპარაკება ხელისუფლებას, ეგების ელაპარაკება არა მარტო მისი მარგინალიზაციის მიზნით, ან ცდილობს დაიყოლიოს რაღაცა პროცესზე, არამედ უბიძგებს ხელისუფლებას ცოტა გრძელვადაში შეხედოს პროცესს და აფრთხილებს, რომ აი ესე მარტო ცალკე ყველასგან დამოუკიდებლად მიღებული კონსტიტუცია შეიძლება მისთვის სასიკეთო არ გამოდგეს საშუალო ან შორეულ პერსპექტივაში.
მინდა გითხოთ, ძალმოსილია ეს საკითხის დაყენება? რეალური შეიძლება იყოს ნეგატიური პერსპექტივა ხელისუფლებისთვის, თუ მას მართლა შეუძლია მშვიდად გააკეთოს რაც უნდა? მოდით რამდენიმე საკითხი გამოვყავით თქვენ. მოდი მე განსაკუთრებით სულს ერთ საკითხზე გავაკეთო, მოკლედ ცოტა კომენტარი. თქვათ, როდესაც შევარდნაძის დროს იქნა გარკვეული კონსენსუსი მიღწეული კონსტიტუციის მიღების თაობაზე, ხო? და შემდეგ კიდევ ასევე იყო რაღაცა, ასე ვთქვათ, მსგავსი პროცესები, ხო? ეს როდესაც 95-ში მიიღეს კონსტიტუცია, ჩემი აზრით ეს იყო უბრალოდ ის ეფექტი, ასე ვთქვათ, ის დაღლილობა, რაც გამოწვეული იყო კრიზისებით, ეს რაღაცა პოსტკრიზისული ვითარების, ასე ვთქვათ, ეს პოსტკრიზისული ვითარები შეიძლება ითქვას რაღაც აპოგეა, რა დროსაც უბრალოდ სხვა, ასე ვთქვათ, გამოსავალი არ იყო გარდა იმისა, რომ ყველა უნდა შეთანხმებული იყო, რომ რაღაცა საჭიროა კონსტიტუცია პოლიტიკური სტაბილიზებისთვის და ასე შემდეგ. და დღეს დღეს სხვანაირად დგას საკითხი. ის უბრალოდ განსხვავებული სოციალური და პოლიტიკური რეალობა იყო მაშინ ქვეყანაში. და შეიძლება შემდეგ სააკაშვილის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, რა დროსაც თითქოს ოპოზიციაც არ იყო რაღაცა წინააღმდეგი ხო ამ კონსტიტუციური ცვლილებების, ხო, სააკაშვილის პერიოდში ოპოზიცია რამდენად იყო ავთენტურად ოპოზიცია, ეს ბადებს კიდე კითხვის ნიშნებს, ხო, რამდენად იყო ეს ოპოზიცია თუ იყო ეს სინამდვილეში რაღაცა თქვა მოკავშირე სტრატა, ხო? გიორგი თარგამაძეს ჯგუფს გულისხმობთ? დიახ. ხო, ისიც გავიხსენოთ, რომ არავის არ აუკრძალავს 2008 წელს არჩეულ ხელისუფლების პარლამენტში გაერთიანებული ოპოზიციის შესწორება, თვითონ დახიეს ეს თავიანთი მანდატი. ხელისუფლებას კარი არ მეუხურავს მათთვის. ბოლომდე ღია იყო ეს კარი, რომ ისინი იქ შესულიყო. ხო, ეს კიდე სალკე ასე ვთქვათ საკითხი არის, მაგრამ რაც შეხება თქვენს კითხვაზე, ესე იგი დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებით, ხო, უბრალოდ არის თუ თქვა და რასთან გვაქვს რეალურად საქმე, თქვა რიტუალთან, რაღაცა პოლიტიკური ტიპის ცერემონიებთან, თუ თქვა რეალურად იმასთან, რომ ოპოზიციას ურჩევს ხელისუფლებას, რომ მისთვის ასე იქნება მომგებიანი. მე უბრალოდ თქვა ძალიან სკეპტიკურად უყურებ ამას, იმიტომ რომ ოპოზიცია არ საუბრობს იმ რეალურ შესაძლებლობებზე, რაზეც ისინი შეიძლება წავიდნენ დათმობაზე. მართალი აქ საუბარი არის თქვა პრეზიდენტის პირდაპირ წესით არჩევაზე, ზოგიერთი საუბრობს ბლოკების გაუქმებაზე, მაგრამ რაღაცა კონსოლიდირებული მოსაზრება ოპოზიციას ყოველ შემთხვევაში არ წარმოუდგენია, თქვა რაღაცა პირობა, რა დროსაც შეიძლება ეს ნამდვილად წავიდეს, ასე ვთქვათ, კონსენსუსი. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, ოპოზიციას სჭირდება უფრო მეტად მკაფიო ჩამოაყალიბოს საკუთარი შეხედულებები, საკუთარი პოზიციები და ეს უჭირს ოპოზიციას ამის გაკეთება, იმიტომ რომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ გამოკვეთილი იდეოლოგიური შეხედულებები, მათი იდეოლოგიური იდენტობა არის ბუნდოვანი, მათ არ ესმით, ასე ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში არ ესმით საპარლამენტო, ასე ვთქვათ, მმართველობის იდეა და შესაბამისად რთული არის მათთვის პოზიციონირება, რა შემთხვევაში შეიძლება მათ დათმონ, ასე ვთქვათ, რა შემთხვევაში შეიძლება ისინი წავიდნენ კონსენსუსზე. მე არ ვამბობ იმას, რომ მართველ გუნდს აქვს კარგად გააზრებული, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური სახელმწიფოს იდეა, ან ასე ვთქვათ, საპარლამენტო მმართველობის იდეა. არც მათ არ აქვთ ეს ნორმალურად გააზრებული. ჩემი აზრით ეს არის რაღაცა ქაოტური პროცესი, რა დროსაც კაფიო ჩამოყალიბებული პოზიციები არც ხელისუფლებას არ აქვს ეს პოზიცია, რომ რა შეიძლება დათმოს. და მეორე მხრივ არც ოპოზიციას არ აქვს კაფიო ჩამოყალიბებული, რაც კრისტალიზებული პოზიცია, რომ რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს ისინი ეს კონსენსუსი. ამიტომ იბადება ეს ზეჭი, რომ სინამდვილეში საქმე გვაქვს უფრო მეტად რაღაცა ფორმალურ პროცედურებთან, რაც ახასიათებს ზოგადად ამ ლიბერალურ დემოკრატიებს და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ტიპის პოსტსაბჭოთა ტიპის ქვეყნებს, რომლებიც იმიტირებენ ლიბერალური დემოკრატიის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგს, ხო? ევროპაშიც ხშირად არის ეს, როდესაც პოლიტიკური აქტორები ერთმანეთში ბრძოლობენ კონსენსუსის თაობას და იქაც ადამიანები ხშირად იღლებიან აი ამ, ასე ვთქვათ, პერფორმანსის ყურებით, ასე ვთქვათ. სვედელი ყავს, მოდი მივიღოთ, გთხოვთ ეს მოიმარჯვოთ. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო დასტით, მივესალმებით თქვენთან. ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. აი სულ ახლახან თუმცა ოკუპაციის დაკავშირებით ევროპელებმა თქვეს, რომ საქართველოსის პასუხი არის უფრო მეტი ევროპულობა, უფრო მეტი დემოკრატიზაცია რუსებთან მიმართებაში. მაინტერესებს ოპოზიცია რას ითხოვს იმისთანაც, რაც არის ანტიდემოკრატიული და რაც ჩვენ 2012 წელს დაპირების სახით არ მივიღეთ ოცნების არჩევანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენაც სამწუხაროდ ხელში შეგვჭა როგორც მოქალაქეთა კავშირი. აი რას ითხოვს არადემოკრატიულს, იქნება აგვიხსნათ და რა უნდა დათმოს? დიქტატორის სასარგებლოდ უნდა დათმოს? რა არის არადემოკრატიული? გითხართ. რასაც ოპოზიცია ეთხოვს და უნდა დათმოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. კარგი, მადლობა კითხვისთვის.
ხელისუფლებას. ჯერ ერთი ესე მგონია რომ ოპოზიცია მოდი ესე იგი მაყურებელმა დასვა საკითხი ესე რომ ის რასაც თქვა ხალხი ითხოვს და ასე შემდეგ ხო ის მე მგონია რომ განსხვავებული დღის წესრიგი აქვს პოლიტიკურ ელიტებს თქვა ოპოზიციურ ელიტებს და ხალხს საქართველოს მოქალაქეები ჩვეულებრივი ადამიანები ელოდებიან ყველა პოლიტიკური აქტორებისგან მათ შორის როგორც ხელისუფლებისგან ასევე ოპოზიციისგან რომ ისაუბრონ მათ რეალურ პრობლემებზე მე საერთოდ ვერ იმისაც რომ მაყურებელმა ახსენა დემოკრატია ხო იმისაც რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატია დემოკრატიისთვის არ არის პირველ რიგში ესე იგი აუცილებელი არის რომ ქვეყანაში გაჩნდეს ამის სოციალური რეკვიზიტები დემოკრატია ჩვენ არ შეიძლება გავზომოთ მხოლოდ ინსტიტუციონალური მოწესრიგებით თუ მაგალითად არ არის ქვეყანა სოციოეკონომიკურად განვითარებული განათლების დონე თუ არ არის მაღალი ურბანული განვითარება თუ არ გვაქვს იქ არ არის დემოკრატია და ოპოზიციური პარტიები ყველაზე ნაკლებად საუბრობენ ზუსტად ამაზე ყველაზე ნაკლებად საუბრობენ იმაზე რომ საქართველოს კონსტიტუცია გახდეს სოციალურ სახელმწიფოზე ორიენტირებული შრომაზე დაფუძნებული ორიენტირებული სახელმწიფო ყველაზე ნაკლებად ლაპარაკობს ოპოზიცია იმ საკითხებზე რომელიც ეხება სოციალურ თანასწორობისა და სოლიდარობის მანიფესტაციას და ლეგიტიმაციას კონსტიტუციის დონეზე რასაც ოპოზიცია ესაუბრება ხელისუფლებას ესაუბრება იმ პოლიტიკურ კონტექსტებზე რომელიც არის მორგებული ელიტების ინტერესებზე ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანების ინტერესებზე ჩან ქვეყნის მოქალაქის ჩემი აზრით ინტერესი არის ის ხოვროს ქვეყანაში სადაც არის სოციალური განვითარება და ღირსეული პირობები ხო მაგალითად ჩვენ გვახსოვს იგი 94 მუხლი ხო რომელიც ჩემი აზრით ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო მუხლი რომელიც არის უიშვიათესი მოვლენა შედარებით კონსტიტუციურ სამართალში და ზოგადად ევროპულ დემოკრატიებში არ არსებობს ამის მაგალითი და ეს ხოჩის ვენეციის კომისიამაც თქვა ხო ეს ხელს უშლის ზოგადად ქვეყნის განვითარებას ასეთი ტიპის ჩანაწერები კონსტიტუციაში და კიდევ სხვა პრობლემები უდგას საქართველოს კონსტიტუციას იმ ხილოს საქართველოს შეიქმნას კეთილდღეობის მექანიზმები ამაზე ოპოზიცია არ საუბრობს ამიტომ მე არ მე ჩემი პოზიცია ესეთია ის რაზეც ოპოზიცია საუბრობს და რასაც უკავშირებს დემოკრატიას ეს არის ელიტის ინტერესი ეს არის დომინანტური კლასის ინტერესი რითაც სხვათა შორის შეიძლება თქვენს კითხვასაც რო გავყვეთ იგივე ისარგებლოს ხელისუფლებამაც პრინციპში ხელისუფლებას და ოპოზიციას ყოველთვის შეუძლია ერთმანეთში მოილაპარაკოს ისე რომ საბოლოოდ ელიტების დღის წესრიგი იქნას დაცული და არა ჩვეულებრივი ადამიანების გავაგრძელოთ მაგ თემაზე ოღონდ ახლა შემოვიერთოთ სტუდიაში და გთხოვთ ისევ მოიმარჯვოთ დავით მათიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გამარჯობა გისმით ჩვენი მოგესალმებით მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს დავით ჩვენ ლაპარაკობთ ხელისუფლებისა ქართული ოცნებისა და პოლიტიკური ოპოზიციის დიალოგის ალბათობაზე კონსტიტუციის ირგვლივ და ძალიან საინტერესო იქნებოდა რაც შეიძლება მკაფიო პასუხები თუ კი ისინი არსებობს შემდეგ საკითხზე აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას კაფიოდ მონიშნული ის საკითხები რომლებიც წარმოადგენენ ცვლილებებს ახალშეტანილ ცვლილებებს კონსტიტუციის პროექტში ანუ იმ ცვლილებებს რომელთაც გაიარეს ორი მოსმენა და რომელთა შეცვლისათვისაც არსებობს მზადყოფნა მოგესალმებით კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ შემდეგი რამ რა თქმა უნდა მზაობა დიალოგზე ხა მე ბანალური ფრაზებით რო არ დავიწყო და არ თქვა რომ კონკრეტული ლაპარაკი ჯობია ბატონო და ანუ შეიძლება რომ რამე შეიცვალოს თუ არა ამას ლაპარაკობს რა მეც თუმცა ეს ნამდვილად მასია მართლაც ყოველთვის კარები ღია იყო დიალოგისთვის დღიდან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებისა დღესაც ეს არაერთხელ აღნიშნა პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც არის შესაძლებელი იყოს ცალკეული სეგმენტები სადაც კონსენსუსი მიღწევადია. ეხლა კონსენსუსზე ორი წამით თუ არ გავამახვილებთ ყურადღებას და ხალხს არ გაუსმებთ, მაშინ რთული იქნება მთლიანი სიტუაციის დანახვა. კონსენსუსი ეს არ არის თამაში ცალკარებში. ეს არის ორივე მხრიდან გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები, შემხედრი ნაბიჯები, რომელმაც რაღაც გარკვეული ნიადაგი უნდა მოამზადოს იმისთვის, რომ თანხმობა კონკრეტულ საკითხზე შედგება. როდესაც ოპოზიციური, ცალკეული ოპოზიციური პარტიები საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს აი ეს რაღაც კვეთრად ჩამოყალიბებული კონკრეტული მოსაზრებები იმ სათემებზე, რომელზედაც ქართული ოცნების გუნდში წითელი ხარდები გადის,
ცხადია რომ ასეთ თემებზე გაჭირდება კონსენსუსის მიღწევა. მაგრამ არის ცალკეული საკითხები, რომელიც აქვე გეტყვით რომ ეს ზედმეტად კიდევ კითხვისაგანი არ გახდეს, ხდება მათი შეჯერება გუნდის შიგნით და ხდება მოლაპარაკება, რომ გუნდი ერთიანი აზრით ცხადია წარდგეს პოლიტიკური სპექტრის წინაშე, არის ცალკეული საკითხები, რომელთა გარშემოთ შესაძლებელია ხალხს უსმელ ცალკეული კონსენსუსის მიღება. რომლებია ეს? საშუალება მესამე მოსმენის აქვე ამასაც ვიტყვებარე, ტექნიკური საშუალება ამისი რამოდენიმე არსებობს. რომ თუ კი ჩვენ მოლაპარაკებათა მაგიდაზე შეუძლიათ და ცალკეულ საკითხებზე მივახცევთ კონსენსუსს, ამის იმპლემენტაცია პროექტში, კონსტიტუციურ კანონში განხორციელდეს და მოხდეს. მადლობა პასუხისთვის, მაგრამ თქვენი პასუხი ხადებს ორ კითხვას. პირველი, რომლებია ეს საკითხები, თუ შეგიძლია რომ გაგვიფრთხილოთ და მეორე, ეს საკითხები გუნდის შიგნით ხდება მეთქი, მათი შეჯერება. ანუ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის ამის თქმა გინდა? ცალკეულ საკითხებზე მე არ ვისაუბრებ, მე ვამბობ რომ არსებობს გარკვეული წითელი ხაზები და ეს საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გუნდის შიგნით მოხდა კონსენსუსის მიღწევა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, აქ არის ანუ პრეზიდენტის არჩევნების წესი, პარლამენტის არჩევნების წესი, ვადები, არის რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელიც იყო გუნდის შიგნით კონსენსუსის მიღწევის აუცილებელი პირობა და ამ წითელ ხაზებს ქართული ოცნება არ გადავა. მაგრამ არის კონკრეტული ასევე საკითხები, შესაძლებელია ეს იყოს ბლოკების თემა, შესაძლებელია ეს იყოს ბარიერის საკითხი, მხოლოდ შესაძლებელია მე ხას უსმევ, რომელზედაც გარკვეულწილად მოლაპარაკების და ურთიერთ არგუმენტების მოსმენის და თუ შესაძლებლობის პარტიებში გაზიარების პირობებში შესაძლებელია იყოს რაღაც კონკრეტული ნანოწვლილება, ინტერვენცია, იმაში რა ქვია, კონსტიტუციურ კანონში. აი ეს წითელ ხაზებიანი საკითხები რომელია, მაშინ რომლის ძვრაც გამორიცხულია. ეს არის ანუ რეალურად არჩევნების თემა, რომ 2020 წელს ჩატარდება შერეული ტიპის არჩევნები და მხოლოდ 2024 წელს მოხდება გადასვლა. ეს არის კონსენსუსი გუნდის შიგნით მიღწეული ამ საკითხთან მიმართებაში და მე ძალიან მაღალი ალბათობით ეს წითელი ხაზები არ გადაიხედება. მაგრამ კიდევ გვეუბნებით, არსებობს საკითხები, თუნდაც ბლოკერთან მიმართებაში, თუნდაც როგორც გითხარით, ბარიერთან მიმართებაში, ხო? სადაც რაღაც გარკვეულ თემებზე და გარდა ამისა კიდევ სხვა თემებიც არსებობს, სადაც შესაძლებელია გაიმართოს საუბარი, იყოს არგუმენტების მოსმენა და რაღაც გარკვეული თანხმობა იქნეს მიღწეული. აი რომელია ეს სხვა თემები ძალიან მაინტერესებს რა. აი ზოგადად სხვა თემები თანამდებობი თემები არსებობს ამ საკითხთან მიმართებაში. რო არსებობს ჯერა ბატონო დავით, რომელია? კონკრეტულ საკითხებს კიდევ დაცულებით მე ახლა არ ვისაუბრებ. კარგი, ბატონო დავით, ერთი ვიცი კითხვა თუ შენიშნა მაგ ასევე. მე დამჭერს დავიშტილება და თუმცთარია უკაცრავად, რომ ოპოზიციის მიერ წინასწარ გამჟღავნებული მიდგომა ამ მოლაპარაკებისადმი და შესაძლო საკითხებისადმი, ანუ იმ საკითხების წამოწევა, რასაც ოპოზიცია კატეგორიულად დააყენებს, თქვენ აღიქვით, როგორც მონაშობის წარმომადგენელმა, როგორც ერთგვარი ულტიმატუმი, არ ვიცი, თუ ეს არის თავისუფლება, ვიმეორებ უკაცრავად. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ საკითხთა გამჟღავნება საინტერესოა მოქალაქეებისთვის, რომელთაგან ფარულად და ესე უჩუმრად კონსტიტუციური საკითხების განხილვა ჯობი არ ხდებოდეს, ჩვენც გვაინტერესებს, ხო, რაზე წავა ლაპარაკი პოლიტიკურ მხარეებს შორის. ასე რომ თუ კი ოპოზიცია ამბობს ერთ რაღაცას, ის შეიძლება ორგვარად იყოს გაგებული, ულტიმატუმად ხელისუფლების მიერ და მოქალაქეთა მიერ ერთგვარ მიწვევად, თუნდაც დაუსწრებელ მიწვევად ამ დისკუსიაში. ალბათ არ ერთმანეთში არ უნდა აურიოთ და ერთმანეთს კაცრად უნდა გავმიგნოთ. თუ რა შემოთავაზება შეიძლება ოპოზიციამ გააკეთოს ზოგადად და საკუთარი აზრი, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს კონსტიტუციურ ცვლილებებთან მიმართებაში და ის დამოკიდებულება, რომელიც არსებობს ელექტორატთან მიმართებაში, ჩვენ საზოგადოებასთან მიმართებაში და ამაზე მე ორი სიტყვით გეტყვით. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა გრძელდებოდა დაახლოებით 4 თვე და მართლაც ეს იყო უპრეცედენტოდ გახსნილი პროცესი. აქ განსხვავებით ყველა იმ წინა კომისიებისგან, რომელიც 90-იანი წლების მერე ქართულმა საზოგადოებამ ნახა, იყო ისეთი ღია და ჯანსაღი პროცესი, რომელიც ემსახურებოდა გულწრფელად გეუბნებით ამას კონსტიტუციაში ისეთ ცვლილებებს შეტანას, რომელიც ძველადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას პრობლემებში გამოადგება. ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ძალიან დიდი პროცენტი შენიშვნების და კონკრეტული პოზიციებისა, რომელიც გამოიწვა კომისიის მუშაობის განმავლობაში და მე აქ
ხაზუსმევრო კომისიაში მონაწილეობდა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, იყო არასამთავრობო სექტორი, იყო ორი თაობის კონსტიტუციონალისტები, ამ საქმის სპეციალისტები, მათგან გამომდინარე არსებული შენიშვნები და პოზიციები ძალიან დიდი ნაწილი იქნა გაზიარებული. როდესაც კონსენსუსზე საუბრობ, ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ქართულმა ოცნებამ ისე, რომ ეს ფაქტიურად პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არც კი გაუხდია, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ამ ხრივ და ეს დასანახია, აღსაქმელია დადებითად და კარგად. იმედია ამ ყველაფერს საქართველოს საზოგადოება ხედავს. ანუ საუბარია იმაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს შერეული ტიპით მოხდება საპარლამენტო არჩევნები, ბარიერის დაწევა 5-დან 3%-მდე გულისხმობს სწორედ იმას, რომ ქართული ოცნება აქაც პირობას ასრულებს. ანუ ერთი რომ პლურალიზმი იქნება დიდი პროცენტით წარმოდგენილი პარლამენტში და პატარა პარტიები შეძლებენ პარლამენტში მეტად შესვლას და ის ხმები, რომლებიც ამ პატარა პარტიებისკენ წამოვა არჩევნების შემდგომ, განაპირობებს და უზრუნველყოფს მაღალი დეძალით რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ ის რომ საკონსტიტუციო უმრავლესობით და ესეთი დეძალით აღარ მოვლენ საქართველოს რეალობაში პოლიტიკური ძალები, ფაქტიურად ამის უზრუნველყოფა ქართულმა ოცნებამ დაიწყო არა 2024 წლიდან, როდესაც სრულიად პროპორციულ რეჟიმზე გადავა საარჩევნო სისტემა, არამედ 2020 წლიდან. აქვე ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გავამახვილებ ყურადღებას საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში, ასევე გაკეთდა სრულიად ესე გულწრფელად ყოველგვარი პოლიტიკური ვაჭრობის გარეშე გადაიდგა ნაბიჯი ოპოზიციური პარტიებთან მიმართებაში, კერძოდ იქნა დაშვებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც რეგიონებში, სადაც პატარა პარტიებს, ოპოზიციური პარტიებს ლიდერების პრობლემა რეალურად აქვს, რეგიონებში მათ შეძლონ და მერის კანდიდატს რომ დაასახელებენ, იგივე კანდიდატი იყოს პროპორციულ სიაში. ანუ ეს წესი ადრე არ არსებობდა და ამან საკმაოდ მე მახსოვს საკომიტეტო განხილვები და პლენარულ სტომაზე განხილვა ამ თემის, რომ ერთ ცალსახად დადებითი ემოცია და გამოხმაურება გამოიწვია ოპოზიციაში. ანუ დღეს ვარ ჩვენ იმ დილემის წინაშე, როდესაც უკვე უნდა გავიგოთ რა უნდა ოპოზიციას. ხო, რაც ყველაზე მთავარია. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდგომ დღემდე ჩვენ გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ქვია კონსტიტუციის საერთო საყოველთაო განხილვა. ჩვენ მოვიწყეთ არაერთი ქალაქი. ბატონ დავით, მადლობთ, მაგრამ ჩემი შეკითხვა ამას აღარ ეხებოდა. და რისი თქმა მინდა თუ შეიძლება დავასრულებ. ასევე ჩვენი საზოგადოებიდან წამოსული არაერთი მესიჯი პრინციპული დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში იქნა ასახული კონსტიტუციურ პროექტში. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის თუნდაც სასულიერო სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული რეგულაცია, სწორედ ამის შედეგია, მაშინ როდესაც ჩვენ დავწმუნდით, რომ ჩვენი განწყობა მიწასთან მიმართებაში იყო სრულიად ჯანსაღი და ჩვენ სამოქალაქეებს დიდი განწყობა გქონდა. დღეს ჩვენ ველოდებით ოპოზიციიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, კონკრეტულ წინადადებებს და ამ წინადადებების გარშემო ცხადია იქნება შეუძლებელი. დიდი მადლობა. ჩვენ ვლაპარაკეთ დავით მათიკაშვილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და ბატონ დავითის ლაპარაკი დამთავრდა იმით, რომ ისინი ხელისუფლება ელოდება კონკრეტულ წინადადებებს ოპოზიციიდან. ჩვენ ახლა მოდი მოვუსმენთ ოპოზიციის წარმომადგენელს და მე უკვე მოგცემთ თქვენ სიტყვას ერთგვარ შეჯამებისათვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაზა ბებელაშვილია ახლა სატელეფონო ხაზზე ჩვენთან. ზაზა, მოგესალმებით, გესმით ჩვენი? ზაზა, მოგესალმებით რადიო მსმენელს. ზაზა, ჩვენ ველაპარაკეთ ბატონ მათიკაშვილს, რომელმაც თქვა და იმ დროს არ ვიცით თქვენ გვისმენთ თუ არა, მაგრამ მანამდე, ანუ ამ ბოლო პასუხამდე მან თქვა, რომ გადაჭრით და ესეთი მკაფიო დავრთქვამს, რომ აი ამაზე ნამდვილად ვილაპარაკებთ, მაგრამ თუ ლაპარაკი შედგება ოპოზიციასთან, შეიძლება ეს შეეხოს ბლოკების საკითხს და ბარიერის საკითხს. არის ტექნიკური საშუალებები, რომელიც ამ საკითხებში ცვლილების შეტანის საშუალებას მოგცემს. აი ეს მიანიშნა ბატონმა მათიკაშვილმა, ის რაც კატეგორიულად გამორიცხა, როგორც ცვლილების ობიექტი, არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წესის შეცვლა. თუ კი ხელისუფლების მხრიდან მოცემულობა ასეთია, პოლიტიკურ ოპოზიციას თუ კი ის გადაწყვეტს და ელაპარაკოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებში, კიდევ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რა რჩება სალაპარაკოდ? რა მუხლებს შეარჩევს ის, რა მიდგომებს შეარჩევს საიმისოთ, რომ ხელისუფლება ან დაიყოლიოს, ან რაღაცა კომპრომისს მიაღწიონ ამ მუხლების დღევანდელი რედაქციის შესაცვლელად?
დავით არ მინდა საუბარი კონკრეტულ მუხლებზე, ვინაიდან ზოგადად კონსტიტუცია არის ერთი მთლიანი დოკუმენტი და წარმოადგენს საზოგადოების კონსენსუსის შედეგს. კონსენსუსის იმის თაობაზე თუ ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. ამ შემთხვევაში ის დრაფტი, ის პროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა, არის ერთი კონკრეტული პარტიის, ერთი ვიწრო ჯგუფის ინტერესების გამომხატველი. არსებობს სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ეს კონსტიტუცია არის მიუღებელი, ამაზე თანხმდება საერთაშორისო თანამეგობრობა, ვენეციის კომისია, ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ყველა ვისაც ამ პროცესთან ჰქონდა შეხება. საკონსტიტუციო კომისიიდან გავიდა პრაქტიკულად ყველა და დარჩა მხოლოდ ერთი პარტია, შესაბამისად ის რაც დღეს არის პარლამენტში, არის ერთი პარტიის, ერთი ოჯახის, ერთი კლანის კონსტიტუცია. ეხლა მეორე, როდესაც საუბრობენ და მით უმეტეს იურისტები იმაზე, რომ თურმე შესაძლებელია საუბარი და ამის შემდეგ რაღაც ცვლილებების შეტანა, ეს არის უბრალოდ ტყუილი. ხელისუფლება კიდევ ერთხელ გვატყუებს. კონსტიტუციის პროექტი არის მესამე მოსმენის სტადიაზე და მესამე მოსმენის სტადიაზე კანონით არის აკრძალული ნებისმიერი შინაარსობრივი ცვლილების შეტანა. შესაბამისად, თუ კონსტიტუცია არ დაბრუნდა და განხილვა არ დაიწყო თავიდან, ცვლილებებზე ლაპარაკი უბრალოდ უნამუსობა ან უბრალოდ სახეში ნაცრის შეკრა საზოგადოებისთვის. ეს მეორე. ეხლა მესამე. ხომ არა, ეს ხო პრაქტიკულად შეუძლებელია, ზაზა. ეს ხო შეუძლებელია დაბრუნდეს თავიდან განსახილვად. რა მოტივით შეიძლება დაბრუნდეს? როგორ, რა პროცედურით შეიძლება ეს მოხდეს? არა, ზუსტად ეს შესაძლებელია, რომ გამოიწვიოს ქართულმა ოცნებამ და უკან დააბრუნოს და არა ის, რომ მესამე ეტაპზე, მესამე განხილვის, უკაცრავად მესამე მოსმენის სტადიაზე შინაარსობრივი ცვლილებები შეიტანოს. ეს უბრალოდ კანონით ვერ მოხდება. შეუძლებელია, დაუშვებელია და გვატყუებენ. ეს არის ძალიან მარტივი. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება რა თემებზე გვთავაზობს საუბარს, ესეც ძალიან მათი ხელისუფლების არაკეთილსინდისიერება მეუწედებს, ვინაიდან, როდესაც ოპოზიცია საუბრობდა შეხვედრაზე, წინა კვირაში ოპოზიცია საუბრობდა, რომ ჩვენ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, არ გვინდოდა რაღაც პირობების და წინაპირობების დადგენა სრულიად შეგნებულად, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც გვეუბნება, რომ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და თუ გნებავთ რაღაც პატარა თემებზე, უმნიშვნელო თემებზე ვაჭრობა, ყველას თავისი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე გევაჭრებით. აი ასე უყურებს ხელისუფლება ქართულ საზოგადოებას, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ხელისუფლება მოატყუა ვენეციის კომისია, ვინაიდან ის პროექტი, რომელიც დღეს არის პარლამენტში მესამე მოსმენის სტადიაზე, არ არის ის, რადგან ვენეციის კომისიამ დაწერა თავისი დასკვნა, შესაბამისად პროცესი არის შესული ღრმა ჩიხში, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. ეხლა ხელისუფლება ამ ჩიხიდან გამოსავალი თვითონ უნდა მოძებნოს, თუ ისინი გააგრძელებენ ამ მასკარადს და მესამე მოსმენითაც მიიღებენ კონსტიტუციას, ბუნებრივია ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, ხოლო ზაზა, ჩემი დაკვირვებით ხელისუფლება თავს ჩიხში სულაც არ გზნობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ სრულიად ვაკუუმში იმყოფება და არაადეკვატურად აღიქვამს საზოგადოების განწყობებს, ნუ გზნობს ბატონო და ნუ ნახავს მაშინ რას მიიღებს ხელისუფლება. რას მიიღებს? მიიღებს იმას, რომ ეს კონსტიტუცია იქნება არალეგიტიმური და სამწუხაროდ დაუდებს სათავეს ძალიან არაჯანსაღ პროცესებს მათთვის და საზოგადოებისთვის პირიქით ძალიან ჯანსაღ პროცესებს, რომელიც აუცილებლად დასრულდება ამ კლანური მმართველობის დასასრულით საქართველოში. ზაზა, კარგით, მადლობა თქვენ. ზაზა ბიბილაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა ჩვენი მეორე რესპონდენტი, ნახვამდის, რომელსაც სატელეფონო ჩართვით ვესაუბრეთ. ბაქარ ბერეკაშვილს ვუბრუნდებით ჩვენს სტუმარს სტუდიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ ანალიტიკოს. არ ვიცი, ახლა პროცენტულად ვერ გავზრმავ რა წილით თუ იგებს 20%-ით, მაგრამ 100-ით ალბათ არა. მაქვს განცდა, რომ დადასტურდა თქვენი მანამდელი სინოფსისი ქართული პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური ძალების ერთმანეთთან დამოკიდებულების და ყოველთვის მხართა პოზიციებს თუ შევხედავთ და ცოტა რო ჩაუღრმავდეთ არა მხოლოდ ზედაპირულად, თუმცა ყველაფერი მიდის ნულოვანი ჯამის თამაშისკენ, ამას გავს მაინც რა. კი, ნამდვილად, ოპოზიციის წარმომადგენლის და ასევე ხელისუფლების წარმომადგენლის ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, პოზიციები არის აბსოლუტურად დისჰარმონიული. ერთი ამბობს, რომ საერთოდ მთლიანად ერთიანი პროექტი უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის, მეორე ამბობს, რომ შეიძლება რაღაცებზე ვისაუბროთ. ხო, ეს არის ასე ვთქვათ, ის მდგომარეობა, რომელიც სინამდვილეში ვერ მიიყვანს ვერც ერთ ხარეს რაციონალურ, ასე ვთქვათ, პოზიციებამდე. და შესაბამისად აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი გასათვალისწინებელი კიდევ რომ როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიცია
ოპოზიცია ხშირად საუბრობს ხალხის სახელით, რაც ცხადი არის პოპულისტური ნარატივი, იმიტომ რომ ჩვენ რთულია გავზომოთ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ნარატივებზე დაკვირვებით, თუ რა არის, ასე ვთქვათ, ხალხის ინტერესი. შეიძლება უფრო ცოტა სიღრმისეულად რო წავიდეთ, შეიძლება იქამდეც კი მივიდეთ, რომ ხალხის ინტერესები დაშორებული არის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის დღის წესრიგთან, იმიტომ რომ ორივეს, ასე ვთქვათ, დღის წესრიგი მე ეს განსაკუთრებით მინდა ამას ხაზი გაუსვა კონსტიტუციური ცვლილებების, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური პროცესთან მიმართებაში ორივე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კლასის დღის წესრიგი უფრო მეტად მორგებული არის ელიტების, ასე ვთქვათ, ელიტების ინტერესებს, ასე ვთქვათ, მართველი კლასის ინტერესებს. საერთოდ როცა საუბრობ ამ მართველ კლასში, გულისხმობ უფრო მეტად დომინანტურ კლასს, გაბატონებულ კლასს, რომელიც არ გულისხმობ, მე არ გულისხმობ მხოლოდ ხელისუფლებას, ასევე გულისხმობ, ასე ვთქვათ, ძლიერ პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს. მე გულისხმობ, რომ ელიტები ვისი ერთობლიობაა ეს კლასი? შეგიძლიათ ეს ჯგუფები ჩამოთვალოთ აღწერილად? გვარები მიანიშნოთ. არა, გვარები არ უბრალოდ შემიძლია ვთქვათ, ხელისუფლება, ოპოზიციური ჯგუფები და სამოქალაქო ჯგუფები, რომლებსაც აქვთ რესურსი. გარკვეული კულტურული, ადმინისტრაციული, ფინანსური და ასე შემდეგ, ინტელექტუალური და ასე შემდეგ, ხო? ამათი მე განსაკუთრებით მინდა ხაზს გაუსვა იმას, რომ ძალიან საქართველოში ძალიან ყველაზე პოპულარული, ასე ვთქვათ, მიდგომა არის ის, რომ ყველა ჩართული მხარე, პოლიტიკური რეფორმის ან კონსტიტუციური რეფორმის ჩართული მხარე საუბრობს ხალხის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოში ცოტა ხალხის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა. ნუ ხალხის თუ არა, გარკვეული კონკრეტული ჯგუფების ინტერესები შეიძლება წარმოქმნილი იყოს მათ მიერ. ხო, ხა მთელი ხალხის სახელით სიმართლე გითხრათ, ყოველ ჯერზე დავაბრალოთ ამ ჯგუფებს ლაპარაკი, მე ისტორია არ იქნება. არის, გეთანხმებით, მაგრამ მე უბრალოდ ამას რატო საუბრობ? იცით, აი მაგალითად პიუს კვლევით ცენტრი, ესე ძალიან გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია, მაისში გამოსცა საინტერესო კვლევა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქართველებზე 90%-ზე მეტი ყველაზე დიდ პრობლემას ამ ქვეყანაში აიქვამს უმუშევრობას და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი ცხოვრობენ მძიმე ვითარებაში. ესე იგი, მათ არ აქვს განვითარება და ასე შემდეგ. ესე იგი, რას ნიშნავს? რომ ამ თქვა ასეთ კვლევებს თუ დავეყრდნობით, სხვა ტიპის კვლევებსაც თუ დავეყრდნობით, მეთოდოლოგიურად ცოტა განსხვავებული მიდგომებისაც, ყველა კვლევა ერთიანად აჩვენებს, რომ სოციალური სახელმწიფო არის ძირითადი მოთხოვნა ქართული განვითარებას რა მოიტანს, ამის ხედვა აქვთ? თუ არ არის ეგ კვლევები? განვითარებას რა მოიტანს, ეს არავის არ გაუზომია ჯერ, მაგრამ ეს არის ზუსტად პოლიტიკური. აი რა წარმოდგენები აქვთ ხალხს? ელიტებს არა. ხალხს არა ეს საერთოდ რთულია რო გაზომო, მაგრამ აქ თავარი არის რა რო თქვა, იგივე ის რაც დაფიქსირდა მაგალითად ნოსტალგია საბჭოთა კავშირის მიმართ ხალხის, ხო? ეს არის დამადასტურებელი იმის, რომ ხალხს აქვს უფრო მეტი ტოლვა სოციალური სახელმწიფოს იდეის მიმართ, ვიდრე იმ ტიპის სახელმწიფოს იდეის მიმართ, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ, ნეოლიბერალური ტიპის სახელმწიფოს მიმართ, ხო? ხალხმა ცხადი არ იცის შესაძლოა როგორ უნდა მოხდეს სოციალური სახელმწიფოს შენება, მაგრამ ეს უნდა იყოს ზუსტად დავალება პოლიტიკური ელიტების, რომ მათ შექმნან, ანუ რა არის დემოკრატიის თავარი პრინციპი, ხო? აი რეაგირების ქონა, ხო? ანუ დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება და პოლიტიკური კლასი რეაგირებს ხალხის საჭიროებებზე, ადგილობრივ საჭიროებებზე და ეს საჭიროებები არის დაშორებული. პოლიტიკური ელიტებს ფიქრობენ, რომ საქართველოში დგას საჭიროება ნეოლიბერალური სახელმწიფოს შენების და საზოგადოება გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით ის ზოგადი დაკვირვებებითაც, ემპირიული რაღაც დაკვირვებებითაც ჩანს, რომ საზოგადოების მოთხოვნა არის არა იმდენა, არა, ესე იგი ინდივიდის ეკონომიკური თავისუფლება კი არ არის მთავარი საზოგადოებისთვის, მათ ასე ვთქვათ, განწყობებს რო დააკვირდე. არამედ ის, რომ იცხოვროს, ასე ვთქვათ, იმ პირობებში, როდესაც მას აქვს გარანტირებული მაღალი დონის განათლება, სოციალური პირობები და ასე შემდეგ, ხო? და საიდან აქვს ეს გარანტირებული? ეს ხო საიდანღაც მოდის, ეს ხო შრომით მოდის, არა? უწინასაც შრომით, ცოდნით, კვალიფიკაციით, განათლებით, შრომის კულტურით. რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სხვა თემაა და ზუსტად მთავრობას ეს არ მოაქვს. არა, ცხადია, მაგრამ თუ სახელმწიფო არ შექმნა დღის წესრიგი აქეთკენ მიმართული, ის ხო თავისთავად ვერ შეიქმნება ამასია. ხო, ეგ გასაგებია. დიახ. ანუ ეს დღის წესრიგი, რომელსაც იმსჯელებენ, რომელსაც გაითავისებენ, ამას გულისხმობ. დიახ, ანუ ეს მთლიანად მთელი ეს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესი, როგორც ხელისუფლების, ასე ოპოზიციის მიერ მორგებული არის ჰეგემონურ ბატონო? ხო, ანუ სინამდვილეში დღის წესრიგი შექმნა. მე როდესაც ბატონი დავითი ლაპარაკობდა, მე არ ვეკამათებ რესპონდენტებს, მაგრამ ცდილობდი გამეხსენებინა მართლა ხალხიდან მოდიოდა მაგალითად მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნა თუ პირიქით ხელისუფლებამ ეს ჯერ შეთავაზა ხალხს და მე განასახიერა რომ ხალხისგან მიიღო ეს მოთხოვნა. მე რატომღაც უფრო მეორეში დამერტილი ვამჩებოდა რომ უყურებდი პროცესს. ხო, ანუ ფაქტია რომ
პოლარიზებულია საზოგადოება ამ მხრივ, რთულია თქვა, რომ თქვა უმცირესობაში არის ერთი ნაწილი და მეორე უმრავლესობაში სოლიდური ჯგუფები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოს, ამიტომ ალბათ ბუნებრივია რაღაცა ტენდენცია, რაღაცა პრაქტიკას დააკვირდა ხელისუფლება, ან კი ბატონო შეიძლება თქვა თვითონ შექმნა რაღაცა წარმოდგენა და შემდეგ ამისაც ერთი კითხვა მინდა მოვასწრო მაგარ კიდე აქამდელი კონსტიტუცია, რომელიც ეხაც მოქმედებს და რომლის ფუნდამენტური ნორმები მიღებული იყო 95 წელს, ეს არა ჩემოსას, რომ მსმენია საექსპერტო წრეებიდან, მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ მას ხმა მისცეს დღეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არჩეულმა დეპუტატებმა თავის დროზე 95 წელს. და სწორედ ამიტომ ეს ნორმები ძირითადად მნიშვნელოვანი პრინციპული მნიშვნელობის ნორმები კონსტიტუციაში, მათი არსებობა ინარჩუნებდა რაღაცნაირად ეს მათი ხედვაა. ინარჩუნებდა კავშირს ამ რეგიონებთან, აფხაზეთთან და შიდა ქართლის იმ ნაწილთან, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთს ეძახიან. ხო? და დღეს მაგალითად პრეზიდენტის საყოველთაო არჩევის წესის გამოცვლა და კიდევ სხვა არსებითი მიდგომების შეცვლა თითქოს და ამ კავშირებს წყვეტს. ეს მოსაზრება ჩვენ მივიღოთ წმინდა გონება-ჭვრეტით რაღაცა ნაყოფად, თუ მივიღოთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შენიშვნად და გაფრთხილებად. ხო, ну, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამბავია, ასე ვთქვათ. შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ეს 95 წელს მიღებული კონსტიტუცია ნამდვილად ამ მხრივ უფრო თავისი ვთქვათ სიღრმისეული შინაარსით უფრო მეტი დანიშნულების მატარებელი იყო. ნუ არ ვიცი ხე დღეს ყოველ შემთხვევაში ეს წარმოუდგენელია, ხო, ამ პროცესში ჩართული იყოს აფხაზეთის და შეუძლებელია, ხო, წარმოუდგენლები, ხო, შეუძლებელია, ხო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს გარკვეული გამოწვევა არის ეს ალბათ ქართული კონსტიტუციური სისტემისთვის, რომ ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც ხო, ასე ვთქვათ, არის რომელშიც მონაწილეობდა მხოლოდ ასე ვთქვათ ის რომელშიც არ მონაწილეობდა ასე ვთქვათ იმ ტერიტორიების წარმომადგენელი, რომელიც კონსტიტუციით არის ჩვენი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ de facto არ არის. ხო, ალბათ რაღაცა მე ამას უფრო დავარქმევდი, რომ ეს ალბათ არის რაღაც პოლიტიკური გამოწვევა, რომელსაც რაღაც მექანიზმით ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს, ხო? ან უნდა იფიქროს, ხო, ამას ჭირდება რაღაც უფრო ვთქვათ რაღაცა სტრატეგიული, რაღაცა დავარქვათ ამას რაღაცა ვთქვათ კომპლექსური მიდგომა, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ხშირად საჯარო სივრცეში პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში არ გაისმის ხოლმე, კი. ბაქარ, მადლობა თქვენ, მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ არაერთხელ შევხვდებით ხოლმე ამ სტუდიაში. მადლობა დღევანდელი საინტერესო საუბრისთვის. მადლობა მსმენელებს. თეა ბიჭაშვილი ხმის რეჟისორი, ნინო რამიშვილი პროდიუსერი. დავით ბაიჭაძეს მიხავდა პიკისად ჩვენი სტუმარი გახლავთ ბაქარ ბერეკაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ანალიტიკოსი. ხვალამდე ნახვამდის. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.